Agora, meu ito! Ezosia estrole, mona pov! Ეხლა ჩემ ეზოშია. საქმე გვესროლა გზაზე. Ვიდეოს ვიღებ. გამარჯობა, დაგიბრუნდით შიშის არქივის კიდევ ერთი ახალი, საინტერესო და ძალიან საშიში ეპიზოდით, მაგრამ სანამ ისტორიაზე გადავალ, სახელი გეცოდნებათ უკვე რაზეც არის ისტორია, მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც უყურეთ ჩემს წინა ეპიზოდს. ეს იყო ჩემი პირველი ისტორია, რომელიც ესე ვთქვათ, გავარდა YouTube-ზე და 10000-ზე მეტი ნახვა აქვს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიამ შეძლო ეს და ესე ვთქვათ, გაარღვია ჩემი ვიდეოების ნახვების ლიმიტი და ძალიან მიხარია რომ ამდენ ადამიანს მოეწონა. სამწუხაროა რომ ბევრ ადამიანს ეს რეალური ისტორია ეგონა და ეს ბევრს საუბრობს იმ ყველა სტატისტიკაზე, რაზეც საქართველოზე ვისმენთ ხოლმე ხშირად. მაგრამ რას ვიზავთ? მე არ მაქვს პრობლემა. მთავარია ხალხს გაუსწორდეს და რა ვიცი, ყოველ ეპიზოდში ვიტყვი ხოლმე რომ ჩემს მიერ წაკითხული ისტორიები არის ხატრული ლიტერატურის ნაწილი. ანუ არ არის რეალური ისტორიები, არის ვიღაცეების მიერ დაწერილი. ხშირ შემთხვევაში ინტერნეტში რომელსაც მე პოულობ, თარგმნი და მე ვკითხულობ ქართულად თქვენთვის. სულ ესაა. იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ დაკითხული ისტორიები გააგრძელებს ზუსტად იგივე ტემპში, როგორც გააკეთა და შეძლო რუსული ძილის ექსპერიმენტმა და რა ვიცი, სულ მეტი და მეტი. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და კიდე რა უნდა მეთქვა. ხო, თუ არ გინახავთ რუსული ძილის ექსპერიმენტის ისტორია და ეს არის თქვენი პირველი ისტორია, რასაც უყურებთ ჩემგან, ირჩევთ რომ გადახვიდეთ, ნახოთ, ბევრს მოეწონა. შეიძლება სხვა ისტორიები ცოტა დიდი არის და ხალხს ეზარება ამდენი ხანი ყურება და მოსმენა ისტორიის, მაგრამ რა ვიცი, გადადით რუსული ძილის ექსპერიმენტს მოусმინეთ, თუ თქვენც მოგეწონებათ, მე დაფიქრდით, იქნებ სხვა ისტორიების მოსმენაც ღირს. სულ ეს არის, რაც მინდოდა რომ მეთქვა. ხო და დღევანდელი ისტორიაც იქნება ეგეთი. ხო გახსოვთ კუმისელი რეიკი, ქობულეთელი რეიკი. აი ეს განსხვავება არ ვიცი, კუმისიდან მე ქობულეთში გადავიდა თუ იქ ახლობლები ყავს პროსტა, თუ ჩამოსახლებულები არიან კუმისიდან ქობულეთში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ეს ისტორია ახლა რასაც წავიკითხავ, არის რეიკის საწყისები. საიდან წამოვიდა რეიკი? სანამ ისტორიაზე გადავალ, რეიკის შესახებ კიდევ ერთი ფაქტი რო გითხრათ, ისაა რომ the rake ინგლისურად ნიშნავს ფოცხს და ინგლისურიდან the rake რო გადმოთარგმნო ქართულად, პირდაპირ ნიშნავს კბილებიანს. ასე რომ თუ ინგლისურად დაუძახებთ ესე ვთქვათ ამ მოგონილ მონსტრს სახელს იქნება the rake, ქართულად თუ გვინდა რომ დაუძახოთ, ეს ვთქვათ შესატყვისი იქნება კბილებიანი და არა ფოცხი. იმის დამოხედოთ რომ ფოცხსაც აქვს კბილები. მოკლედ ეს არის რეიკის დახასიათება, ახლა კი გადავიდეთ პირდაპირ ისტორიაზე, რომელსაც ასე ძალიან ელოდით. დავიწყოთ. 2003 წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარმა მოვლენებმა, რომლებიც უცნაურ ადამიანის მსგავს არსებას უკავშირდებოდა, დროებით გააღვიძა ადგილობრივი მედიის ინტერესი. შემდეგ კი, როგორც ჩანს, ინფორმაციის გავრცელება შეწყდა. თითქმის არაფერი გადარჩა, რადგან არსების შესახებ ონლაინ დაწერილობით არსებული ცნობების უმეტესობა უცნაურად განადგურდა. თვითმხილველები ძირითადად ნიუ-იორკის შტატის ქალაქგარეთიდან და ერთ შემთხვევაში აიდაჰოს შტატიდანაც ყვებოდნენ უცხო, სრულიად უცნობი წარმოშობის არსებასთან შეხვედრის ამბებს. ემოციები ტრავმატული დონის შიშიდან და დისკომფორტიდან დაწყებული თითქმის ბავშვური მხიარულების და ცნობის მოყვარეობის გრძნობით დამთავრებული მთელ სპექტრს მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიების ვერსიები აღარ ინახება, მაგრამ მოგონებები კვლავ ძლიერი იყო, იმ წელს რამდენიმე ჩართულმა პირმა პასუხების ძებნა დაიწყო. 2006 წლის დასაწყისისთვის ამ თანამშრომლობამ მე-12 საუკუნიდან დღემდე დათარიღებული 4 კონტინენტის მასშტაბით თითქმის 2,000 დოკუმენტი შეაგროვა. თითქმის ყველა შემთხვევაში ისტორიები იდენტური იყო. მე ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან გავედი კონტაქტზე და მათი მომავალი წიგნიდან რამდენიმე ამონარიდის მიღება შევძელი. მე ზღვაურის დღიური 1691. ის მესის მარში მიახლა. ჩემი საწოლის ფეხების მხრიდან მიგრძენი სენსაცია. მან ყველაფერი წაიღო. ჩვენი ინგლისში უნდა დავუბრუნდეთ.
ჩვენ აქ აღარასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ რეიკის თხოვნით. ჟურნალის ჩანაწერი გადათარგმნილია ესპანურიდან 1880. მე ყველას დიდი საშინელება გამოვიარე. მე ვხედავ მის თვალებს, როცა ვხუჭავ ჩემსას. ისინი ღრმა, შავია. ისინი მიყურებდნენ და მათი მზერა მხრეთდა. მისი სველი ხელი. მე არ დავიძინებ. მისი ხმა. გაუგებარი ტექსტი. სუიციდის წერილი 1964. სანამ თავის მოსაკვლელად ვემზადები, ვთვლი, რომ აუცილებელია გავაქარო ნებისმიერი სახის დანაშაულის გრძნობა ან ტკივილი, რასაც ამ ქმედებით ვინმეს მოვგური. ეს მის გარდა სხვა არავის ბრალი არ არის. ერთხელ გამეღვიძა და მისი იქ ყოფნა ვიგრძენი. კიდევ ერთხელ გამომეღვიძა და მისი სხეული დავინახე. კიდევ ერთხელ გამომეღვიძა, მისი ხმა გავიგონე და მას თვალებში ჩავხედე. აღარ შემძლია დაძინება იმ კოშმარზე ფიქრის გარეშე, თუ რისი გამოცდა მომიწევს შემდეგი გამოღვიძებისას. აღარასდროს მინდა გავიღვიძო. ნახვამდის. იმავე ხის ყუთში აღმოჩნდა 2 ცარიელი კონვერტი. დამისამართებული უილიამსის და როუზისთვის და 1 ცალი პირადი წერილი კონვერტის გარეშე. ძვირფასო ლინი. მე შენთვის ვილოცე. მან შენი სახელი თქვა. თვითმხილველი 2006. 3 წლის წინ 4 ივლისს ოჯახთან ერთად ნიაგარას ჩანჩქერზე მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. გრძელი მგზავრობის შემდეგ ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით. ამიტომ მე და ჩემმა ქმარმა ბავშვები მაშინვე დავაძინეთ და ჩვენც დავიძინეთ. დაახლოებით დილის 4 საათზე გამეღვიძა. ვიფიქრე ჩემი ქმარი საპირფარეშოსთვის ადგამეთქი. მომენტით ვისარგებლე, რომ საბნები ჩემთვის მომებარა. მაგრამ ამ პროცესში ისიც გავაღვიძე. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ საწოლიდან ამდღარი მეგონა. როდესაც ჩემკენ გადმობრუნდა, დაიკივლა და ფეხები საწოლის ბოლოდან იმდენად სწრაფად გამოსწია, რომ მისმა მუხლმა კინაღამ საწოლიდან გადამაგდო. შემდეგ ხელი მომკიდა და არაფერი უთქვამს. ნახევარი წამით სიბნელესთან შეგუების შემდეგ დავინახე, რამ გამოიწვია მისი ეს უცნაური რეაქცია. საწოლის ფეხების მხარეს ჩვენსკენ ზურგით იჯდა არსება, რომელიც შიშველ კაცს ან რაიმე დიდ უბეწვო ძაღლს ჰგავდა. მისი სხეულის პოზიცია შემაშფოთებელი და არაბუნებრივი იყო. თითქოს მანქანა დაეჯახა ან რაიმე მსგავსი. რატომღაც მაშინვე არ შემშინებია. უფრო მეტად მისი მდგომარეობა მაღელვებდა. ამ მომენტისთვის გარკვეულწილად ვფიქრობდი, რომ ჩვენ მას უნდა დავხმარებოდით. ჩემს ქმარს თავი მკლავებსა და მუხლებს შორის ჰქონდა ჩაქინდრული. ემბრიონის პოზაში იყო მოკუნტული, დროდადრო მე გადმომხედავდა და შემდეგ ისევ იმ არსებას უყურებდა. არსება უცბად ერთიანად აფორიეკდა. ხელფეხის ქნევით დაიძრა პირდაპირ საბნების გასწვრივ. საწოლის გვერდს შემოუარა, სანამ ჩემი ქმრის სახეს დაახლოებით 30 სანტიმეტრზე ნაკლებ მანძილზე არ მოუახლოვდა. ის დაახლოებით 30 წამის განმავლობაში სრულიად ჩუმად იყო. ალბათ 5 წამს უფრო გაგრძელდა ეს ყველაფერი, მაგრამ იმ მომენტში ასე გეგონებოდათ. უბრალოდ ჩემს ქმარს უყურებდა. შემდეგ ხელი მუხლზე დაადო და ბავშვების ოთახისკენ მიმავალ დერეფანში გავარდა. ვიყვირე და შუქის ჩამრთვლისკენ გავექანე. მინდოდა ეს არსება იქამდე შემეჩერებინა, სანამ ჩემს შვილებს რამე სავნებდა. დერეფანში რომ გავედი, საძინებლიდან შემოსული სინათლე საკმარისი იყო, რომ დაბლად ახრილი და წელში მოხრილი არსება დამენახა, რომელიც დაახლოებით 6 მეტრის დაშორებით იდგა. სისხლში ამოსვლილი შემობრუნდა და პირდაპირ მე შემომხედა. კედელზე ჩამრთველს ხელი მივარტყი და ჩემი ქალიშვილი კლარა დავინახე.
არსებამ კიბეზე ჩაერბინა, როცა მე და ჩემი ქმარი ჩვენ ქალიშვილს დასახმარებლად მივარდით. ის ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და თავის ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაილაპარაკა. მან თქვა: ის არის რეიკი. იმ ღამეს, როდესაც ჩემი ქმარი ჩვენს ქალიშვილს საავადმყოფოსკენ მიაქანებდა, მანქანით ტბაში გადავარდნენ. ისინი ვერ გადარჩნენ. პატარა ქალაქი იყო. ამბავი მალევე გავრცელდა. თავდაპირველად პოლიცია მზად იყო დასახმარებლად. ადგილობრივმა გაზეთმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა. თუმცა ამბავი არასდროს გამოქვეყნდა. ადგილობრივი ტელევიზიაც კი აღარ დაინტერესებულა. რამდენიმე თვის განმავლობაში მე და ჩემი ვაჟი, ჯასტინი, მშობლების სახლის მახლობლად მდებარე სასტუმროში ვცხოვრობდით. როდესაც სახლში დაბრუნება გადავწყვიტე პასუხები თავად მეძებნა. საბოლოოდ მეზობელ ქალაქში ვიპოვე კაცი, რომელსაც მსგავსი ამბავი გადახდა თავს. დაუკავშირდით და ჩვენი გამოცდილების შესახებ ვისაუბრეთ. მან იცოდა ნიუ-იორკში კიდევ 2 ადამიანის შესახებ, რომლებმაც იხილეს არსება, რომელსაც ახლა რეიკს უწოდებთ. 4 ადამიანმა 2 სრული წელი დაუხარჯეთ ინტერნეტში ინფორმაციის ძიებასა და წერილების წერაზე. რათა შეგვეგროვებინა მცირე რაოდენობის მასალა, რომელიც ჩვენი აზრით რეიკის შესახებ ჩანაწერებს წარმოადგენდა. არც ერთი მათგანი არ იძლეოდა ზუსტ დეტალებს, სრულ ისტორიას ან რაიმე გაგრძელებას. ერთ-ერთ გაზეთში პირველ 3 გვერდზე იყო ჩანაწერები ამ არსებაზე. შემდეგ კი იგი აღარასდროს უხსენებიათ. გემის კაპიტნის ჟურნალში ამ შეხვედრის შესახებ არაფერი იყო ახსნილი. მხოლოდ ისე წერა, რომ მათ რეიკმა უთხრა, რომ წასულიყვნენ. ეს იყო ჟურნალში ბოლო ჩანაწერი. თუმცა იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც არსების ვიზიტი ერთი და იმავე ადამიანთან ვიზიტების სერიის ნაწილი იყო. რამდენიმე ადამიანი ყვებოდა, რომ არსება მათ ესაუბრებოდა ხოლმე. ჩემი ქალიშვილის ჩათვლით. ამან დაგვაფიქრა, ხომ არ შეგუხვედრია რეიკი რომელიმე ჩვენგანს ჩვენს ბოლო შეხვედრამდე. საწოლის გვერდით ციფრული ხმის ჩამწერი დავტოვე და 2 კვირის განმავლობაში მთელი ღამით ვთავდი. ყოველ დილით გაღვიძებისას ყურადღებით ვუსმენდი საწოლში ბორგვის და ბრუნვის ხმებს. მეორე კვირის ბოლოსთვის უკვე მივეჩვიე ძილის ხმების გარჩევას და ჩანაწერებს 8-ჯერ აჩქარებული ტემპით ვუსმენდი. ამას ყოველდღე მაინც დაახლოებით 1 საათი მიქონდა. მესამე კვირის პირველ დღეს მომეჩვენა, რომ რაღაც განსხვავებული გავიგონე. ის, რაც მომესმა, აღმოვაჩინე, რომ იყო წვრილი ხმა. რეიკის ხმა. არ შემიძლია, რომ ამ ხმას დიდხანს ვუსმინო, რომ ამ მონაწერი გავაკეთო. ჩანაწერით ჯერ სხვა არავისთვის მომისმენიებია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს ხმა ადრეც გამიგია. და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მან მაშინ დაილაპარაკა, როდესაც ჩემი ქმრის წინ იჯდა. არ მახსოვს. მაშინ რაიმე გამეგოს. მაგრამ რატომღაც ჩანაწერში არსებული ხმა მაშინვე იმ მომენტში მაბრუნებს. აზრები, რომელიც შესაძლოა მაშინ ჩემს ქალიშვილს თავში უტრიალებდა, ძალიან მაბრაზებს. იმ დღის მერე რაც რეიკმა ცხოვრება დამენგრია, მე ის აღარ მინახავს. მაგრამ ვიცი, რომ ის ჩემს ოთახში იყო, როცა მეძინა. ვიცი და მეშინია, რომ ერთხამეს გავაღვიძებ და დავინახავ, როგორ მიყურებს. და ისიც, მეგობრებო, ლეგენდარული რეიკის ორიგინალი ისტორია. იმედი მოგსო ის სიამოვნეთ, იმედი მოგსო საინტერესო იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში განსხვავებული სტილის ისტორია იყო, გარდა იმისა, რომ იყო ძალიან მოკლე, იყო ჩანაწერებზე დაფუძნებული, ესე ვთქვათ, და ცოტა გამომძიებლური ტიპის ისტორია იყო, რასაც თავის ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა. ასე რომ ხო, ამიერიდან თავარზე, რუსთავი 2-ზე, იმედზე ნებისმიერ ნიუსში თუ მოისმენთ ამბებს რეიკის შესახებ,
რომ ამჯერად სხვა სოფელს აწიოკებს. გეცოდინებათ, რომ იმ სოფელში უბრალოდ 1, 2 ან რამდენიმე განდონა ბავშვია, არ აქვს მნიშვნელობა ასაკით რამხელა, 20 წლის თუ ხარ, ან 25-ის, ან 35-ის და მსგავს რაღაცეებს აკეთებ და ხალხს აწიოკებ და აშინებ იმით, რომ რეიკი არსებობს იქ, განდონა ბავშვი ხარ კი. უარესიც, მაგრამ აქ არ უიტყვი. მომავალ შეხვედრამდე, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით, როცა დაიძინებთ ხოლმე, ყურადღებით დაათვალიერეთ ოთახი. საწოლის ფეხებთან რეიკი არ გელოდებოდეთ.